ყოველ ჯერზე როცა ამაზე ვსაუბრობ, თვალზე ცხენი მადგება. ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ გასული კვირა მისთვის ძალიან მძიმე იყო. გაკვირვებულმა შევუყვირე, რატომ არ მითხარი, რატომ არ დამირეკე? მან კი ჩუმად მიპასუხა, ვცადე, გირეკავდი. შევცვი. მაშინვე ტელეფონი ავიღე და შეტყობინებები გადავათვალიერე. მართლა მირეკავდა. მესიჯებიც იყო, მაგრამ ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული, როგორც ათასობით სხვა. სალამი, როგორ ხარ, რას შვები, ხომ არ შევხვდეთ. გაუგნებულმა ვკითხე, ეს იყო შენი დახმარების თხოვნა. მე როგორ უნდა მიმხვდარიყავი, რო ცუდად იყავი? თურმე, სტატიას წააწყდა, სადაც ეწერა, რომ როცა ადამიანი სტრესშია, საკმარისია სულ რაღაც 8 წუთიანი საუბარი მეგობართან, რომ თავი მარტო აღარ იგრძნოს. იმ დღიდან მე და ჩემი მეგობარი შევთანხმდით. თუ რომელიმე ჩვენგანს დახმარება დასჭირდება, უბრალოდ ვეტყვით, გაქვს 8 წუთი. ყველას შეუძლია 8 წუთით გვერდზე გადადოს საქმეები. არა იმიტომ, რომ სხვისი პრობლემები მოაგვაროს. ეს შეუძლებელია. არამედ იმისთვის, რომ ეს იმ წუთებში მეგობარს მარტოობა არ აგრძნობინოს. აი, ასე ვამარცხებთ სიჩუმეს. აი, ასე ვუმტკიცებთ ერთმანეთს, რომ მარტო არავინ ვართ.